და გედევან ფოფხაძის განცხადებაზე მინდა შეფასება გთხოვოთ. რადიკალიზაცია უნდა მოხდეს 26-იო. სიტუაციის თქვენ იცით რომ კოორდინაციაშია ჩართული რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები გამოიყვანოს ქუჩაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქალბატონი ზურაბიშვილი. როგორ უყურებთ თქვენ? იცი რა არის პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო ერთი რამ. 26 მაისს რაც არ უნდა მოხდეს, კანონი უნდა იყოს კანონის დონეზე. და უნდა იმოქმედონ კანონის შესაბამისად. ისე რა არის თქვენ გეკითხებით 26 მაისზე რომელმაც საკუთარ თავზე გამოიარა. ჩემ თავზე გამოიარე, მე ვიყავი ნაცემი, ჩემ შვილს ბექას თავზე 12 ნაკერი ადევს და ფეხში ნატყვიარი აქვს და რეზიკო პრაქტიკულად დაზიანებული ფსიქიკით გამოვიყვანეთ იქიდან 2 დღე და ღამე ვეძებდი და მთელმა საქართველოს მიცის რომ 2 დღე და ღამე აცხადებდნენ რეზოხოფერია რო იყო დაკარგული და ბოლომდე მეგონა რომ მკვდარი იყო, როცა ჩემმა მეგობარმა დათო ტყეშელაშვილმა დამირეკა და მითხრა რომ მოკლედ დავაბრუნებთ, ნერვიულობო და ეს იქნება ჩვენი ბოლო საუბარიო მე და შენიო ვთხოვე რომ გვამიმომეცი თქო. დიახ. ხმის ამომღები არა ვარ, ოღონდ გვამიმომეცი ჩემი შვილიც თქო, იმიტომ რომ მკვდარი მეგონა, დარწმუნებული ვიყავი რომ მკვდარი იყო და მე როცა ამაზე მესაუბრებია და მეუნება გედევან ფოფხაძე რომელსაც ჩემი ქვეყნისთვის ნამდვილად არაფერი არ გაუკეთებია გარდა ღალატისა და თავისი პოლიტიკური თანამებრძოლების მიმართ აი გამოჩენილი რაღაც უნიათობების მეტი და თურმე ის მზად არის რომ მსხვერპლად ვის რაში ჭირდება ფოფხაძე მსხვერპლად გედი ფოფხაძე ვის რაში ჭირდება მითხარი რა თუ ის ბავშვები უნდა აიფარონ რომლებიც სკოლებში დადიოდნენ და გაკვეთილებიდან გამოყავდათ სალომე რო ამბობდა რომ დრო არისო რომ პატარა ეს სკოლის მოსწავლეები ჩაერთონო ჩვენ მიტინგებშიო და საერთოდ რის ჩაბარებას აპირებს სალომემ რა უნდა ჩაივაროს ჯართი და მაკულატურა გახსნას პუნქტი სადმე რუსთაველის მიმდებარე ქუჩაზე ჩაიბაროს ჯართი და მაკულატურა ვერანაირ პარადს და იმას სალომე 26 მაისს ვერ ჩაიბარებს ეს არალეგიტიმური სრულიად აი რა ვიცი ფაშისტების შთამომავალი რომელიც დღესაც ხვდები აი ამ ფაშისტური იდეოლოგიას იმაშვება რომ როგორმე ესკალაცია და რა არის ამის საფუძველი მათქო იციან გადასარევად რომ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯარი ვინც არ უნდა იყოს მომზადებულები არიან საიმისოდ რომ ისინი ვერ შეძლებენ მათ გამოყვანას მდგომარეობიდან ისინი კანონს არ დაარღვევენ ისინი როგორც მე მირტყავდა 26-ში 4-ში ის რა ქვია სპეცნაზელი წიხლებს და დუბინკებს ისი არავის არ შედგებიან გამორიცხულია არ ერთი რომ მაქსიმალურად ესკალაცია აიყვანონ აჩვენონ შექმნან ეს ფონი რომ იქნებ როგორმე დაფინანსება წამოვიდეს ფულზე დაგეშილები ხვდები რომლებიც მზად არიან ყველაფერი იმასგან 9 აპრილი გაიგდომ ფეხქვეშ გამოიტანონ იქ იმისი რა ქვია ვიღაცა აბაშიძე რო არის ცოლს რო აქირავებ და იმის ფოტოებით დადგნენ 9 აპრილს იქა აი ეს არის ეს ხალხი ხვდები და ეხლა ეს ვიღაცები ვისაც შეუულია რომ იკადროს გედეონ ფოფხაძის ნაირები გამოდიან და მსხვერპლად უნდა შეეწიონ ვინ შეიწირავს გეხვეწებ